ელექტროობაში ძალიან მნიშვნელოვანი იდეა არის ძაბვა და ამ ვიდეოში მოდი კი ნუ დავიწყებთ რაღაც ძაბვის გამოთვლას და ასე შემდეგ. უბრალოდ ინტუიტიური გაგება, შეგრძნება განვივითაროთ ძაბვის. ანუ რა არის ძაბვა? ანალოგია გავაკეთოთ გრავიტაციასთან, იმიტომ რომ გრავიტაცია და ძაბვა საკმაოდ გვანან ერთმანეთს. წარმოვიდგინეთ, რომ აი ეს არის რაღაცა მთა და ავიტანეთ გარკვეული მასა ამ მთაზე. ნუ როგორ ავიტანეთ მნიშვნელობა არ აქვს. და ახლა ვიცით რომ ამ მასას გააჩნია პოტენციური ენერგია, ხო? ან მოდი სტანდარტულად როგორც ვწერთ ხოლმე, ასე გავაკეთებ E პოტენციური. თუმცა შეიძლება შევხვდეთ ასევე PE, რაც ნიშნავს potential energy, ხან როგორ წერენ, ხან როგორ. და თუ გავუშვებთ ამას, თუ არაფერი აკავებს ამ მასას, მაშინ დაგორდება, შეიძლება გზად ვთქვათ რაღაცა ხეს დაეჯახოს ან რაღაცა ეგეც მნიშვნელობა არ აქვს მაგას და მოკლედ გრავიტაციის გამო დაგორდება და ჩამოვა სულ ბოლომდე ქვემოთ მიწაზე, ხო? ნუ არაფერი განსაკუთრებული. ახლა წარმოვიდგინოთ კიდევ ერთი მთა დავხატოთ და წარმოვიდგინოთ რომ ახლა ძაბვაზე ვსაუბრობთ. ესე იგი, მოდი შევაერთო მაინც ეს მთა, ხო? გვაქვს რაღაცა მთა ისევ. ოღონდ სინამდვილეში ახლა ამ მთის როლს უბრალოდ მთაზე მასის ატანის როლს თამაშობს ჩვენი ბატარეა. აქეთ არის დადებითი ბოლო, აქეთ არის უარყოფითი ბოლო და რასაც აკეთებს ჩვენი ბატარეა არის რომ, ნუ ამ შემთხვევაში, ან ჩვენ შემთხვევაში ელექტრონი აქვს მთის წვერზე. ცოტა ესეთი უცნაური ანალოგია შეიძლება იყოს, მაგრამ ძალიან ზუსტი ანალოგია. ანუ ძაბვა და გრავიტაცია და რატომ? იმიტომ რომ თუ შევაერთეთ წრედი, ან სხვაგვარად თუ დავუშვით აი ეს მასა ქვემოთ, ხო, წრედის შეერთება ზუსტად მაგას ნიშნავს. მაშინ ეს ელექტრონიც ბრჭყალებში დაგორდება მთიდან, ანუ სხვაგვარად რომ ვთქვათ, წამოვა აი ამ მიმართულებით, ანუ წრედის ბოლო ჯობდა პრინციპში აქ დამეხატა ცოტა უფრო უკეთ რომ გამოვიდეს, აი აქ ვთქვათ წრედის ბოლო. წამოვა აი ამ მიმართულებით ეს ელექტრონი ზუსტად ისე, როგორც მასის შემთხვევაში იყო და გრავიტაციის. ანუ იდეა ის არის, რომ ბატარეა ქმნის ერთგვარ მთას ბრჭყალებში და თუ შევაერთე მე ეს ორი ბოლო, მაშინ ამათ შორის სხვაობა გამოიწვევს იმას, რომ ანუ ამათ შორის ძაბვა რეალურად გამოიწვევს იმას, რომ დაგორდება ეს ბრჭყალებში ელექტრონი წამოვა ქვემოთ და ნუ ბოლოს ისევ დაუბრუნდება დადებით ბოლოს. და ნუ გზად შეიძლება მქონდეს მაგალითად რაღაცა წინაღობა თქვათ, ან რაღაც სხვა ტიპის ელემენტები, აქ ხის ანალოგია იყო ეს. ანუ გზად შეიძლება მუშაობად შეასრულოს ამ ელექტრონ, როგორც ამ მასის შემთხვევაში იყო. და ნუ ეს დეტალები უკვე დაკავშირებული არის წრედის დიზაინთან. მაგრამ ამ ვიდეოდან რაც უნდა გამოვიტანოთ, ძირითადი იდეა არის ის, რომ როგორც მთის შემთხვევაში გრავიტაცია თამაშობს იმ როლს, რომ დააგოროს რაღაცა მასა, თუ არაფერი უშლის ხელს, ან თუ ჩვენ შევწყვეტთ ამ მასის შეკავებას. ანალოგიურად ბატარეა ქმნის ამ ერთგვარ მთას ბრჭყალებში, რეალურად ძაბვაზეა საუბარი, რაც უფრო მაღალია ძაბვა, მით უფრო მაღალი არის ვითომ ეს მთაც, რაც უფრო, დაბალი ძაბვა, დაბალი მთა. და ისევ ეს წრედის შეკვრა გულისხმობს, რომ ეს ელექტრონი, რომელიც მთის წვერზე იყო, დაგორდება ბრჭყალებში, ანუ რეალურად გაივლის წრედში და დაუბრუნდება დადებით ბოლოს.